ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის საქართველოს-რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 სტრასბურგის სასამართლო ქართული მხარის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას დაიწყებს. პირველი მსჯელობა 22 სექტემბერს არის დანიშნული. პროცესისთვის რუსული მხარეც განსაკუთრებით ემზადება. ათეულობით დევნილის ჩვენებები და 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების ფაქტების ვიდეო და ფოტო მასალა ეს არის ის ძირითადი მტკიცებულებები, რომლითაც ქართული მხარე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარდგება. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ინტერესებს სტრასბურგში 2 უცხოელი ადვოკატის დაიცავს. ნინო სამყურაშვილი განაგრძობს თემას. ნინო, გისმენთ. 2008 წლის სარჩელში საუბარი არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაზე 22 სექტემბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე ქართული და რუსული მხარის პოზიციები ცნობილი იქნება სტრასბურგისათვის, ევროპელი მოსამართლეები იმსჯელებენ, გადავიდეს თუ არა საქმის ახალ ეტაპზე და დაიწყოს თუ არა მისი არსებითი განხილვა. რეგიარა ღამეთ ფიქრობ და ალბათ როგორ დინამსული ხავარ. სიზმარსაც იქავ ხედავ. რუსი ოკუპანტების მიერ საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი მოსახლეობის ჩვენებებს ქართული მხარე ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად გამოიყენებს. ლიახვის ხეობიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ათეულობით დაზარალებულის მონაყავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო 3 დღეში განიხილავს. ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების 3 წლის წინ მომხდარ ფაქტებს უემოციოდ დღესაც ვერ იხსენებენ. მობის შედეგად მე ჩვენჭრილობა მივიღე. შუბზე მაგჭრილობა და ტანზე მაგჭრილობა შუშების ჩამოცვენის შემდეგ. დავკარგე ჯანმრთელობა, დავკარგე 2 შვილი, სახლი კარი და სულ ყველაფერი საერთოდ რაც გამაჩნდა. აკვარეზე გამოგვიყვანეს. წამიც არ შევგატყობინეს ეგრე წამოვედი დავტოვეთ ჩვენი ნახელური. 43 წელი ვიცხოვრე და წამოვედი ავიღარეთ. მართალია ჩემი წელზე ვარ, მაგრამ მაინც ჩემს სახკარიდან მოცილებული. შედის ასევე ჩვენს მიერ უშუალოდ შეგროვებული მტკიცებულებები. დევნილი მოსახლეობის ჩვენებებითა და სხვა მოპოვებული მასალებით ქართულმა მხარემ ევროპელი მოსამართლეების წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაირღვა. მათ შორის სიცოცხლის, წამების, აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების, განათლების უფლებები და გადაადგილების თავისუფლება. საქართველოს-რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერ 2-ზე მსჯელობა სტრასბურგში 22 სექტემბერს დაიწყება. სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმას, სოფლების განადგურებას, გადაწვას, გამოდევნას ხალხისას და შემდგომ ამ პერიოდის განმავლობაში ხელშეშლას, რომ ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით, ასევე ეხება სამხედროების წამებას, იმ სამხედროებისა, რომლებიც ტყვედ ყავდა თაყვანილი. ზეპირი მოსმენის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, გადავა თუ არა საქართველოს მიერ შეტანილი სახელმწიფოთა შორისი სარჩელი მომდევნო ეტაპზე და დაიწყება თუ არა უმაღლეს ინსტანციაში მისი არსებითი განხილვა. სარჩელში ოკუპაციის დროს რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან არაერთ დარღვევაზეა საუბარი. ქართული მხარე პროცესზე დოკუმენტურ მტკიცებულებებთან ერთად ვიდეო და ფოტო მასალასაც წარადგენს. რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი იმ სისტემურ დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის მოვლენების განმავლობაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ის პირდაპირ მონაწილეობდა ამ დარღვევებში, ან მონაწილეობდნენ მასში სეპარატისტული შეიარაღებები, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის მითითებების შესაბამისად. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარის პოზიციებს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 2 უცხოელი ადვოკატი დაიცავს. გადაწყვეტილება თბილისში საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე მიიღეს. ცნობილია ისიც, რომ ამ პროცესისათვის რუსული მხარე განსაკუთრებულად ემზადება. ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ოკუპანტების ქმედებების წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. ეს არ არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, მხოლოდ განყენებულად პოლიტიკური საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი რომლის უფლებასაც სახელმწიფო იცავს, უკიდურესად დაზარალდა და დამოუკიდებლად იმისგან, რომ სახელმწიფოთა შორის სარჩელია და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, აქ არის ცალკეული ინდივიდუალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. ერთიანობაში მოგცემს იმ შედეგს, რასაც ქვია საქართველოს ერთიანობის აღდგენა. ეს არის 21 საუკუნე და ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ მექანიზმებს, ყველა იმ ბერკეტებს, რომელიც 21 საუკუნეში დამკვიდრებული და რომელიც გააჩნია ყველა თანამედროვე სახელმწიფოს, განვითარებულ სახელმწიფოს და არა ისეც, როგორც არის ჩამორჩენილი ჯერჯერობით ევროპული რუსეთის ფედერაცია.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სრული ფორმით 2009 წლის ზამთარში წარადგინა. დავატებითი მტკიცებულებები კი სტრასბურგში ორჯერ 2010 და 2011 წელს გადააგზავნა. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 ეს არის რიგით მეორე სარჩელი, რომელსაც განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო 2011 წლის თებერვალში ევროპელმა მოსამართლეებმა იმსჯელეს პირველ სახელმწიფოთა შორის სარჩელზე, რომელიც უკავშირდებოდა 2007 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციასა და ეთნიკური ნიშნით დევნას. ეს იყო ნინო სამყურაშვილი, მადლობ ნინა.